უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოში მემორანდუმს, რომელიც 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ითვალისწინებს, ხელი აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ახალი სამუშაო ადგილები და პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, ასეთია მოლოდინი. უფრო დეტალურად, რასაც ცხადებენ ბიზნესის წარმომადგენლები, ამას ნინო არღლიანი გვეტყვის. საქართველოს ხელისუფლებასა და ემარ ჯგუფს შორის გაფორმებული ხელშეკრულებას ისტორიულ მოვლენას უწოდებენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იმ სექტორისა, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან თუ რამხელა მნიშვნელობას ატარებს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ემარ ჯგუფმა საქართველოს საინვესტიციო რუკაზე მონიშნა. ბიზნეს სექტორის და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 6 მილიარდი ინვესტიციის განხორციელებას მოყვება უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება, უძრავი ქონების ბაზარს კი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ასევე ბიზნეს სექტორი ამბობს, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ემარის შესვლას და მსგავსი რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებას მოყვება სხვადასხვა ეკონომიკური სიკეთე, მათ შორის არის დასაქმება, მაგალითად 6 მილიარდის ინვესტიციის განხორციელებას დაახლოებით 50,000 ადამიანის დასაქმება სჭირდება. გარდა ამისა, სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ ეროვნული ვალუტის გამყარებაზეც, რადგან როგორც ცნობილია, ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით მე დარწმუნებული ვარ, ემარის შემოსვლა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე საქართველოს ეკონომიკაზე. მე მგონია, რომ და სტატისტიკაზე დაყრდნობით მე მჯერა, რომ ემარის შემოსვლით უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველა ქვეყანაში, სადაც ემარი შევიდა, მომდევნო 2-3 წელიწადში უძრავი ქონების ფასები გაორმაგდა, ტრანზაქციების რაოდენობაც გაორმაგდა. ეს არის ახალი ჯგუფი მომხმარებლებისა, რომლებიც შემოვლენ საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი და უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება და დაბუსტვა თქვენ მოგეხსენებათ რა გავლენას ახდენს ძალიან ეკონომიკაზე და როგორი ეფექტი აქვს. ეს აისახება როგორც სამუშაო ადგილების გაზრდაზე, ხალხის დასაქმებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და მე ვიტყოდი, რომ მსგავსი ტიპის, კიდევ ერთხელ ხაზს რომ მსგავსი ტიპის ინვესტორი საქართველოში არ ყოფილა და ეს არის ისტორიული მოვლენა და ამის შედეგებს წელსვე იგრძნობს ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი თითეული მოქალაქე. დეველოპერული სექტორი სოფლიო მასშტაბით თუ სადმე წარმატებული არის, ცხადია პირველ რიგში ჩვენ თავში აზრით მოგდის დუბაი და ზოგადად ემირატები. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კი არა, ალბათ ყველაზე მთავარი და ყველაზე ბრენდული სახელი სწორედ ემარი გახლავთ და სასიხარულო, როდესაც საქართველოს ბაზრით დაინტერესდა აღნიშნული კომპანია. ვინაიდან ის მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს, რას უნდა ველოდოთ? უნდა ველოდოთ ლუქსუს სეგმენტის საქართველოში განაშენიანებას, არქიტექტურული კუთხითაც ვფიქრობთ, სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე განაშენიანებას უნდა ველოდოთ. ეს იქნება პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის არის კარგი და დასაქმებისთვის არის კარგი და გარდა ამისა ქვეყნის ცნობადობას აამაღლებს, ვინაიდან მოლოდინი არის მათ როგორც წესი ესეთ კომპანიებს ყოველთვის თანახლავთ საკუთარი სეგმენტი. ეს არის მაღალმხარჯვარულოვანი ტურისტები და ინვესტორები. ეს იქნება ის ბენეფიტი, რომელმაც წესით მოთხოვნა უნდა გაზარდოს საქართველოს ბაზარზე და შესაბამისად საფასო პოლიტიკაც ალბათ უფრო გაძვირებისკენ წავა. ემარ ჯგუფთან მემორანდუმი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში აბუ-დაბიში გაფორმდა. ემარ ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ემარ ჯგუფის ინვესტიცია განხორციელდება როგორც დედაქალაქში, ისე გონიოში.